დილამშვიდობის მეგობრებო ყველას. დღეს არის 2 ნოემბერი და დღეს ჩვენ ვიყოფებით ჭიათურის რაიონში, კერძოდ სოფელ კაცხში ვართ ამოსულები. მთელი გზა წვიმდა, მოვდიოდით, მაგრამ ეხა ერთის წყალობით გამოვიდა კარგი ამინდი, მე მგონი ზეც უნდა გამოვიდეს, დილა არის ჯერ და მოვიდით კაცხის სვეტზე. კაცხის სვეტი არის უძველესი ადგილი. კაცხის სვეტის სიმაღლე არის 40 მეტრი და დაახლოებით წარმოდგენა რო გქონდეთ, ეს არის 12 სართულიანი სახლის სიმაღლე, რომელიც ზედა ბაქანზე შედგება 2 ეკლესიისაგან. პირველი ეკლესია არის აშენებული მე-5 საუკუნეში, ადგილობრივად მოპოვებული ქვებისგან, მშრალად არის აშენებული. და არის კიდე მეორე ეკლესია, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება. ეგ მეორე ეკლესია უკვე ქვევიდან ატანილი, თლილი კვადრატებით არის აშენებული. არავინ არ იცის, მეგობრებო, როდის შეწყდა კაცხის სვეტზე რელიგიური ცხოვრება. და 2007 წელს სვეტს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და ამ პროცესში მამა მიქაელის მიერ, რომელიც აქ მოღვაწეობდა, ნაპოვნი იქნა ქვათლილი, რომელზეც ამოკაწრული იყო ძველი ასომთავრულით წარწერა, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. მოკლედ, ეს ადგილი არის ძალიან საინტერესო. მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს ისტორიული ძალიან ლამაზი და ძალიან საინტერესო ადგილი. ესე იგი, დღეს გუშინ საღამოს სპეციალურად ნახე ამინდის პროგნოზი, აქ რო ჩამოსულიყავით კარგამეთში და ამინდის პროგნოზმა აჩვენა ჩვენერი მზიანი ამინდი. მთელი გზა აქამდე სანამ მოვედით იყო წვიმა. ეხლა ღმერთის წყალობით, მოკლედ ჩვენსკენ არის ქართველებო ღმერთი. გადაიღო წვიმა სასწაულებრივად. არ წვიმს ჩვენერი ამინდია და ავდივარ ნელ-ნელა იმ კიბებზე. ძალიან წყნარი მშვიდი საინტერესო ადგილია ისტორიულად. ავიდეთ ახლა ახლოს, მე როგორც ვიცი, კაცხის სვეტზე ზევით მინდოდა ასვლა, მაგრამ აკრძალულია მამოს ლორცვა კურთხევის გარეშე იქ არავის არ უშვებენ და ისედაც ცოტა სახიფათო ასასვლელია. სავარაუდოდ არ მიშვებენ ზევით, მაგრამ ახლოს ვიახლოვდები და ძალიან მაგარ ადგილს გადავიღებ და ერთად დავთვალიეროთ. ავიდეთ ახლა ნელა ხირსის სვიმონ მესვეტი სახელობის მამათა მონასტერი ყოფილა. შევიდეთ. ბაბუც მოდის, ყოჩაღ ბაბუ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ყველას ქართველების. რა ლამაზი ადგილია. ეს არის კიბებით ასასვლელი ზევით. აქედან ადის. ამ სვეტის სიმაღლე არის 40 მეტრი, მეგობრებო. გავიაროთ ახლა, ჯერ ერთი ახლოს მივიდე. ძალიან ლამაზია ზოა, კარგად არის სუდად. მოწესრიგებული და სუფთავებული, მოულილი ეტყობა. ძალიან გემრიელად. პატარა ეკლესია. ეს კაცხის სვეტზე ასატანი ალბათ რაღაცეების. ეკლესიაში შევიდეთ. სანთელი დავანდოთ. ეს კაცხის სვეტზე ასასვლელი დაკეტილია, ბოქლომიადებს. ეს რომ ხელა კლდე არის. აქაც სანთლის და სანთები.
აქ არის ბერი გაბრიელი დაკრძალული. 2014 წელს გარდაიცვალა. ზარები. აქ პატარა ეზო არის უკვე. მონასტრის შიგნის პატარა ეზოა. მაგარია. ძალიან მაგარია, კი. არაჩვეულებრივი ადგილია. ესეც ჩვენი კაცხის სვეტი. ვაგრძელებთ ახლა მეგობრებო ჩვენ მოგზაურობას. ახლა მეგობრებო ვიმყოფებით ჩვენ მღვიმევის დედათა მონასტერში. მართალია ჩვენი გეგმის მიხედვით ამ ადგილის მონახულება დღეს დაგეგმილი არ ქონდა, მაგრამ ჩემმა გულმა ვერ გაუძლო, ისეთ საინტერესო ლამაზი ადგილია. მთის მთაზე არის მონასტერი, ქალთა მონასტერი და შემოვიარეთ ახლა ამას დავათვალიერებთ და მერე გავაგრძელებთ ჩვენ მოგზაურობას. ესეთი კიბეები ადის ბოლომდე, მონასტრამდე, აგრძევით მთაზე ჩანს ქალთა მონასტერი. აგერ ცენტრალური გზა. ავიდეთ ახლა დავათვალიეროთ. მღვიმევის ქალთა მონასტერი. და შევდივართ დედათა მონასტერში. ეს არის მეგობრებო მე-13 საუკუნეში შეაშენებული დედათა მონასტერი. აქ აგეტილია აი ცენტრალური გზა აქედან ძალიან ახლოს არის, მაგრამ ცოტა მაღალზეა მთაზე, ეგრე ჩვენი მანქანა ქვევით გავაჩერეთ. დღეს ოპელითა ვართ წამოსულები, იმიტომ რომ უგზოობა დღეს არ გვიწევს, ჩვენი გეგმის მიხედვით, ისეთი ადგილები გვაქვს დაგეგმილი, დღეს უნდა მოვინახულოთ და შემოვიარეთ მღვიმევის დედათა მონასტერში.
და ეს არის მეგობრებო მღვიმევის ქალთა მონასტერი ქვევიდან ცენტრალური გზიდან. ესე იგი აქეთ არის ახალი მონასტერი, არ ვიცი აშენებულია თუ შენებლობის პროცესშია ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ძველი მონასტერი ღია იყო, მაგრამ მე ახალიც მაინტერესებდა, მაგრამ მე გზა გადაკეტილი იყო და ახალ მონასტერში ფაქტიურად ვერ შევედი, არ არის შესასვლელი, დაკეტილია და ამიტომ სამწუხაროდ ვერ გადავიღე. ჭიათურიდან გამოვართ თუ არა, ეგრევე არის წყაროს წყალი. აქ ნაყოფები არ ვარ ჩვენ, არც ერთხელ პირველად ვართ და მაინტერესებს ასეთი საინტერესო ჩასასვლელია კიბეებით, კლდიდან გამოდის. სუფთა წყაროს წყალი და გვაინტერესებს ახლა ამის გასინჯვა. გარედან რა ლამაზადაა, არა, შიგნით ძალიან ბევრი ნაგავიყრია რა, აქ ეს რა ამბავი. წყაროც აღარ არის? უი, არ არის სამწუხაროდ წყარო. მოიცა კრანი ხო არა? უკნიდან არა მგონი, არაფერი არა. დაშრა ჩვენი წყარო. ბესოს შერჩა ბოთლიც არიელი ხელში. წყარო შეგხვდება კიდე კი. ეხლა საჩხერეში ვართ მეგობრებო. შემოვიარეთ ერთ კიდევ საინტერესო ადგილას. ციხეზე, რომელსაც ქვია მოდინახეს ციხე. ეს ციხე არის აშენებული პაპუნა წერეთლის მიერ. და მიზეზი ამ აშენებისა რა იყო? ასეთი გადმოცემა არის, რომ პაპუნა წერეთელსო უყვარდა ქალიშვილიო ერთ-ერთი თავადის დავით აბაშიძის, რომელმაც უარი უთხრა თავის ქალიშვილის გატანებაზე. და მიზეზად პაპუნას უთრაო, რომ შენო ციხესიმაგრე არა გაქვს და ამიტომო ჩემ ქალიშვილსო ვერ გაგატანო. პაპუნა გაბრაზდა და წავიდა აშენა ციხესიმაგრე და დაუბარა მე თავის სასიმამროს, მოდი ნახეო, ჩემი აშენებული ციხესიმაგრეო და ამის მერე ამ ადგილს დაერქვა მოდი ნახეს ციხესიმაგრე. ეხლა მან დავარ ჩავდივართ, უბრალოდ ჩასასვლელი არის აქა საფეხმავლო და ჩავიდეთ ეხლა დავათვალიეროთ პაპუნა წერეთლის მიერ მე-18 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე. ესეთი გზა მიუყვება სევიდან, პარკინგიდან ციხესიმაგრემდე. ცოტა აღმართია და ვარჯიში. კაი ვარჯიშია კი. ჩვენი გიდით ჭამაჭამით მოყვება. ეს ხა მაგარია, გაჩერდება, ისიც ჩერდება. გიდია რა ჩვენი. ეს არის საჩხერე. ეს თხა არის, რომელიც გვაცილებს ქვევიდან პარკინგიდან ციხესიმაგრემდე გამოგვაცილა და ეგერ არის კიბებით ასასვლელი. ავიდეთ ეხა იმედია დაკეტილი არ დამხვდება. ჰაუ არა ბეც ჩამოვალ ახლა. ესეც ციხესიმაგრე. აქ ეტყობა ქვევრები იყო, გადახურულია, დაფარებულია. ჩვენი მეგობარი თხა გამცილებელი წამოთხაო ამო ხო? ამო აბა მოდი კარები უნდა დავკეტო ამოდი არ უნდა ჯერ ამოსვლა
აქაც რაღაცა. აბა ხოთ ჯარი. მეორე სართულიც არის. ამათ აქედან არ არის ასასვლელი. ალბათ გარედან არის. აჰა. ახლა შევიდეთ ამ კოშკში. ამ კოშკში ვერ შევართ. ასაძრომია. ჩვენი გამცილებელი თხა, რომელიც ბოლომდე გვაცილებს. ეგ არის რა, ერთი. აბა ბიჭო, ერთი ეს კოშკია და აი კოშკზე არ არის ზევიდან რო ავიდეთ. სახურავი არის, შიგნით ვიყავი შესული. სულტანე და წითელი სახურავები. ხო, ბიძოსის არის, ხო, გადახურული. კაი, წავიდეთ, მეგობრებო, ცივა. გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. წავიდეთ. ამოვედით, ესე იგი, სოფელ სხვითორში. ეს არის აკაკი წერეთლის სახლი, სადაც დაიბადა. და მე მართალია სხვაგან გაიზარდა თავის ძიძასთან, რა ერქვა იმ სოფელს ფესო? სავანე თუ რაღაცა არ მახსოვს. აქ დაიბადა აკაკი წერეთელი. სამწუხარო ძალიან მიგდებული არის ეს ადგილი. მე არ მეგონა ასე არავინ არ მოდის, იმიტომ რომ არ არის მოვლილი აქ ვინ მოვა. არც არანაირი წარწერები არ არის. სახმუზეუმი არ არის ესა. არა, იქით არის. ხო, იქით არის სახმუზეუმი. ეს რატო დაიკიდეს ასე შეხედია? ავიდეთ. თუ არ გვეშლება, ალბათ ეგ არის რა. მეგობრებო, თუ რამე გვეშლება ჩვენ და არასწორად ავართ მოსულები, მომწერეთ კომენტარში. იმიტომ რომ სოფელ სხვითორში არის კიდევ სახმუზეუმი სხვა ადგილზეა, ოფიციალური სახმუზეუმი არის და არის აგრეთვე აკაკი წერეთლის მუზეუმიც. იქაც გვინდა მივიდეთ ახლა სახმუზეუმში. ხო და ეს ამ შენობაში მოგვიყვანა ჩვენ Google Maps-მა. მიუთითეთ აკაკი წერეთლის დაბადების ადგილი, სახლი, სადაც დაიბადა. ხო, შეიძლება ჩვენ არასწორი ინფორმაცია გვაქვს და ეგ საერთოდ სხვა შენობა არის, ეხლა სადაც მოვიდეთ ჩვენ. ვერაფერს ვერ გეტყვით. იმიტომ ვამბობ ასე, რომ არ მგონია ხა აკაკი წერეთლის დაბადების ადგილი ასეთი მიტოვებული და უკაცრიელი იყოს და უპატრონო და მოულელი. როგორც ეს შენობაა. ეს სახლი არის, ჩვენი ვარაუდით, როგორც ინტერნეტში ვნახეთ ინფორმაცია,
სახლის სადაც დაიბადა აკაკი წერეთელი. საჩხერეში ასეთი წყლის წისქვილი შეკვდა გზაზე. ძველია, ძველი სტილით არის გაკეთებული, მაინტერესებს ერთი. მუშაობს. ჩვენივრად გამარჯობა. საზედ მივდიოდი და ეს ძველი წისქვილი დავინახეთ და მინდა რომ გადავიღო რა გარედან, ხო შეიძლება. ასე მუშაობს, ისევ ჩვენივრად თქواس და ასეთი წყლის წისქვილია. ასეთი წისქვილი ქონდა ჩვენ სოფელში. წყლის წისქვილი. სოფელ ბზვანში. ამოვედით მეგობრებო სოფელ ხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში შევიდეთ ეს ძოში დავათვალიეროთ მუზეუმში სავარაუდოდ არ შევალ იმიტომ რომ ძალიან გაგვეწელებად რომ კიდევ ერთი ადგილი ლამაზი ადგილი გვინდა დავათვალიეროთ და გარედან გადავიღებ ეზოს და მე გავაგზავნებ ჩვენ გზას აბა დროებით აგემშვიდობთ მალე შეხვდებით აბა კარგად მუზეუმი მუშაობს 10 საათიდან ყოველ დღე ორშაბათი არის დასვენების დღე გამარჯობათ. გამარჯობათ. გადაღება ხო შეიძლება? დავათვალიერებთ მაშინ. არა, ლამაზად არის ეს. პატარა სახლები. გამარჯობთ, ბილეთი უნდა ვიყიდოთ? მარტო თქვენ ძალდებით? მაშინ საფულეს მოიტან რა ღირს? მარტო ვარ კი. დიდი ძგნება? არ გვინდა, არა, უბრალოდ შევიდე, მინდა დავათვალიერო. კარგით, 5 ლარი ღირს ერთ ადამიანზე, მაგრამ ესა ჯერ ჯგუფიაზე. რო გამოვლენ მე შევა. კარგით. არა, ხარ თაქაურელი. არა, რუსთავიდან ჩამოვედით. ახლა სახლია. ერთი ეზოც სამაზად არის. აი. ეს არის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი. ქვეთ ეკლესიაც არის. ეკლესიის ჩასასვლელი აქედან არის. ვიდეთ შევიდეთ ეკლესიაში სანთელი დავაგდოთ მაგრამ ფული რო არ წამომიღია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ სოფელ ხვიტორში და წამოვედით რამოდენიმე კილომეტრი გამოვცდით სოფელს და არის სოფელი კვერეთი, რომელიც კომუნისტების დროს იყო ბალნეო კლიმატური კურორტი, ეგერ ჩემს უკან ხედავთ ერთ-ერთ სახლს, რომელიც ტერიტორიაზე არის. უпростоრად რაც არის ამ სახლისგან შემორჩენილი, ფაქტიურად იშლება და ეხლა შევიდეთ ერთად დავათვალიეროთ ბალნეო კლიმატური კურორტი სოფელ კვერეთში, რომელიც კურნავდა ეს წყალი, რომელიც მიწიდან ამოდის სუფთან. კურნავდა ძალიან ბევრ დაავადებებს, მათ შორის იყო გინეკოლოგიური დაავადებები, იყო ესე იგი ნერვიული აშლილობის დაავადებები, სახსრებს კურნავდა. ერთად შევიდეთ ეხლა და დავათვალიეროთ ეს ძველი კომუნისტების დროს აშენებული
კურორტი, რომელიც დღესდღეობით ფაქტიურად დაშლის პირას არის. ულამაზეს ბუნებაში, ძალიან მაგარი ბუნება, ძალიან კარგი ჰავა არის, სიმშვიდე, სიწყნარე, მდინარის ნაპირზე. მოკლედ ერთად მოდით დავათვალიეროთ ბალნეოკლიმატური კურორტი სოფელ კვერეთში. ეს არის გზა, რომელიც მოდის კვერეთში. ეს ძველი ნაგებობებია, შენობები. აქ იყო შესასვლელი. ბალნეოკლიმატური კურორტი. კომუნისტების დროს აშენებული, რამოდენიმე შენობა არის ამ ტერიტორიაზე. აი ესეთი ხის სახლებია. და მე მინდა ეს ერთ-ერთი სახლი გადავიღო ახლოდან. აქ არის კიდე რაღაც კიბებით ასასვლელი. ძალიან საინტერესო ადგილია, სხვათა შორის. ბუნება არის. ლამაზი დიდი ხეებია. სუფთა ჰაერია. და წარმოიდგინეთ როგორი მიტოვებული და დანგრეულია და აი სახლი როგორ არის დანგრეული და დაშლილი უკვე. არა და სულ რამდენიმე წლის წინ აქ იყო კურორტი, სადაც ხალხი ჩამოდიოდა ხოლმე და კურნალობდა სხვადასხვა სახის დაავადებებს. როგორც არის გინეკოლოგიური დაავადებები, სახსრების, ნერვული დაავადებები. ნერვულ დაავადებებს ახლა ისეთი ადგილია, ისეთი სიწყნარე და სიჩუმე აქ. დინარის საამური ხმარო გესმის. ადგილას დასვენება რაჯობია, მაგრამ ყველაფერი არის გაპარტახებული და გავერანებული. არაფერი აქ აღარ ვარ და ესე იგი, ამ ხელა ქვეყანაში ხო აი სულ მაგას ვამბობ და დღესაც მიწევს მაგის გამეორება. ისეთი ლამაზი ადგილებია და რატო უნდა იყოს ასე უპატრონოთ მიგდებული? აი აქ ქვაფენილია დაგებული, მაგრამ ძროხები შემოდიან. ძროხების ადგომია რა, ფაქტიურად დღესდღეობით. ხა აუცილებლად ვიღაცა უცხოელმა უნდა იყიდოს და გააკეთოს, რატო ქართველები არ არსებობს, ქართველები ვისაც ფული აქვს და შესაძლებლობა და თავის ქვეყნისთვის და თავისი შემოსავლისთვის ხო შეიძლება გააკეთო, ააშენო, განაახლო. იქნება ისე კურორტი. ეს რა იყო აქ? მაგრამ მაინტერესებს აქ აბაზანებს ადგებულებდნენ. აი ეს, აი აბაზანა, აი ამოდის. ვა, აგე წყალი ამოდის, დღესდღეობითაც კი ამოდის, აი წყალი, ეს არის სამკურნალო წყალი. ხახნო რა მაგარი ადგილია რა. გოგირდის წყალია. აი თბილისში, ძველ თბილისში რო გოგირდის აბანოებია, მაგრამ იქ თბილი წყალი ამოდის, ეს არის ისეთი სუნი დაჰკრავს ამას, ოღონდ ცივია და სხვა სამკურნალო თვისებებია ამ წყალს. ეს არის ჩვენი მაგარი ულამაზესი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ უპატრონოთ მიგდებული. აი ესეც რა მაგარი სახლია. იყო რა ყოველ შემთხვევაში და ეხლა ყოველდღიურად ინგრევა და იშლება. კამკამა სუფთა წყალი. აქ დიდი სიამოვნებით ზაფხულში ვიბანავებდი და მივიღებდი აბაზანებს. კარგით მეგობრებო, გავაგრძელოთ ეხლა გზა. აქეთ რა შენობა, ერთი აქაც მინდა მივიდე. ხო, ესეც რაღაც ძველი ნაგებობა იყო, რომელიც ფაქტიურად უკვე სახურავის გარეშეა. ანგრეულია.
ეს ტერიტორია ეგერ ღობე არის, ძველი ღობე, დარჩენილი, შემოღობილი იყო და ეს იყო კურორტი, რამოდენიმე სახლი, 1, 2, 3, 4 სახლი იდგა შიგნით. ლამაზი ქოხები, ხის სახლები. კარგი, გავაგზავნოთ ახლა. ბოლო დანიშნულების ადგილი გვაქვს, ახლა ძალიან დავიღალეთ და მოგშვიდა და გვინდა სადღაცა დავждეთ და ვისადილოთ. ეხლა ჩვენ გამოვიარეთ სოფელი რა ქვია სოფელს ივანიშვილის სოფელს ჭორვილა გამოვიარეთ და ზევით ამოსახვევი იყო მარცხენა მხარეს და შემოვიდით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი არის აქ და აუარებელი ხალხი არის ძალიან ბევრი ხალხია აი ნახეთ რამდენი ხალხია დაღუპული ეს ალბათ მარტო ამ რეგიონიდან ვინც არის იმერეთიდან ვინც არის ალბათ იმათი მემორიალია ეგრე მგონია და აქ არის კიდე მეორე გმირთა მემორიალი ოღონდ ეს არის უკვე აფხაზეთის ომში ამ ადგილიდან დაღუპულთა სია მაჭარაშვილი კილაძე და შუბითიძე ხო, ეხლა ჩვენ ვეძებთ აქ ბესო რამე დასაჯდომ ფაცხა სადაც შეგვიძლია ვისადილოთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ავნახეთ. აქ არ შემოგიშვია მანქანა. ხო, მაშინ წავიდეთ, სად არის რამე ფაცხა იქა? ვინ შემოგვიშვებენ? ვინ არის აქ რო შემოგვიშან რო? ბოკლომი თუ არა დევს? ტყეში ჯობია, ხო? წავედით მაშინ ტყეში.